ჩვენ. წაგების დიდი შანსი. ერთი წამით ეს რაც დარჩა ჩემია. 20,000 მაქვს და ძალიან დიდი ნაღდი ფული. ბეკალეკვეიშვილი და თორნიკე ხეთაგურაშვილი იმილით ხვდებიან მოულოდნელ კითხვებს. დედა, მამა, იამაყეთ. რადგან მათ აქვთ დიდი კუშის მოხსნის ძალიან დიდი ამბიცია. ფულთან თამაშის მორიგი დაძაბული რაუნდი იმედზე. მოგესალმებით ჩვენ იმედზე ვართ ეს არის შოუ ფულთან თამაში რომელსაც წარმოგიდგენთ ევროპაბეთი ეს არის 100,000 ლარი აი ეს თითო შეკრა არის 2,000 ლარიანი და ასეთი სულ 50 ცალია შესაბამისად ამ თახის მოსაგებად მოდიან ადამიანები რომლებსაც უნდათ რომ წაიღონ მაგრამ იმისათვის რომ ეს წაიღო საჭიროა რომ შენი გახდეს მაგრამ როგორ უნდა გახდეს შენი უნდა მოხვიდე და ჩამართვა ხელი ანუ ჩემი ხელის ჩამართვა და 100,000 შენია ოღონდ რა თქმა უნდა მეწყვილესთან ერთად. დღეს ჩვენთან სტუმრად არიან ცნობილი ადამიანები, ულამაზესი, უმშვენიერესი ყიფშიძეები. ეხლა ხელი ჩავამართვით 50,000 50,000 ჯამში 100,000 გაქვთ მოდით ეს არის ორი უმშვენიერესი ადამიანი ყიფშიძეები გამოვაცხადებიან დები არ არიან ერთი კრისტია და მეორე არის ლევიკა ეს არის 100,000 ეს თქვენია აჰა სასიამოვნო ვიდაპირ თქვენია ეხლა ვანაწილე სად ანაწილებთ არ ვიცი სადღაც არ აგინე ესე მაქვს დაცვის პოლიცია იცავს სხვათა შორის ბიჭებო დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. მართალია თქვენია, მაგრამ იმისათვის რომ აქედან წაიღოთ ეს თანხა და თუ ბევრს წაიღებთ, კარგს იზავთ და დაცვის ბიჭები გაგაცილებენ, სიხარულით თან ეჭვი მაქვს. საჭიროა რომ 8 კითხვას გაცეთ პასუხი. 8 შეკითხვა, 4 ბოქსია. კითხვა გამოვიდა. ეხლა კარგად მომისმინეთ. აი შეკითხვა გამოვა. 4 სავარაუდო პასუხს ხომ ნახავთ, მე გამოვა შეკითხვა მოყავთ. პირიქით არის რა. მე ვიღებთ მთლიან თანხას და ვდებთ ან სწორი პასუხი 100%-ით რო ვიცით იმაზე, ან ვანაწილებთ 3-ზე, 4-ზე არა, ერთი უნდა იყოს თავისუფალი. ეს ფული ყოველთვის ნაწილდება, ყოველთვის, არასოდეს არ რჩება მაგიდაზე, ცალკე. და მაშასე კრისტისთან და ლენუკასთან ერთად თამაშობთ ფულთან! ესე იგი სფერო არა ნახევარ სფეროა ეხა ჯერ ეკრანზე გამოვა 2 კატეგორია რომ თქვენ აირჩიოთ ამ 2 კატეგორიიდან ერთი და იმ კატეგორიიდან გამომდინარე გამოვა 4 სავარაუდო პასუხი და მე შეკითხვა ნახოთ 2 კატეგორია პირველი ეტაპი ქართული მულტიპლიკაცია და ეროვნული სიმბოლო რომელს აირჩევთ გოგონებო მულტიპლიკაცია ეროვნული სიმბოლო, ანუ გერბები და ის იქნება. მილიონი რამე არსებობს სიმბოლოებში. ქართული მულტიპლიკაცია კი ვიცით. იცით ქართული მულტიპლიკაცია? კი, ავირჩიოთ? კი, როგორ ქართული მულტიპლიკაცია. 4 სავარაუდო პასუხი მონიტორებზე. იქ უყურებ. მედია ჩახავა. ელენე ყიფშიძე. მედია ჯაფარიძე. ურანდა გაბუნია. აჰა. ნახოთ რა შეკითხვა გამოვა, ნეტა ერთი რომელი იქნება, ნეტა რომელი შეკითხვა იქნება. დაასახელებს სახიობი რომელმაც გაახმოვანა ბატიტასიკო. გურანდა გაბუნია. რაო? აი ეს უნდა თქვა თუ შენ გეუბნები თუ ვის? რო წავიდა, გამოიჩეთ ახლა ვინ გაახმოვანა ბატიტასიკო. და უნდა და მედია ჩახავამ, ელენე ყიფშიძე, მედია ჯაფარიძე და გურანდა გაბუნია. ბატიტასიკო. ეს უნდა დავდო ერთი? ელი თანხა უნდა გადაანაწილოს მე. თუ იცის ზუსტად გადაანაწილოთ. ოღონდ ერთი იყოს. ერთი ბოქსი უნდა დარჩა. არა.
ანუ ხო შეიძლება მთლიანად. და რო ზუსტად ვიცი რა ვქნა. თელი თანხა უნდა დადო აუცილებლად სადმე. ზუსტად იცი? ერთი უნდა დარჩეს თავისუფალი. კაი. ნუ აი მთელი ფული, თორე რა დარჩება ჩემია სახში მიმაქვს. როგორ ვანაჩვენე? ეს თელი სულ ფული უნდა დავაშო. დავდო. ამ გურანდაზე ბევრი დადე. დაიგეკრეს. დაიც ერთი წუთი. ერთი წამი. შეგიძლიათ სამცალზე გადაანაწილოთ თუ არა ხარ კაი, ეს აი ესე იყოს, მაგრამ არა, ელენეზე ნუ დადე. რა გავაკეთო? სულ დავდო? ვერ ხვდები. ეს რაც დარჩა? ერთი წამი, ეს რაც დარჩა? ერთი წამით, ეს რაც დარჩა ჩემია. არა, რატო? ერთი წამი. ეს რაც დარჩა არის ჩემი ფულია. ეს კაი ჩაგითვლით აქ. არა, აქეთ გადმოვიდა. ეს კარგად დევს. გავასწოროთ. ესეც. ესე იგი, მედია ჩახავა ახმოვანებსო. ელენე რო ამოვაგდეთ. 3 2 2 10-ია. ესე იგი, აქ არ დევს 20,000. ელენე ამოვა. ელენე ტიპშიძე საერთოდ არ გამოირიცხა ესე იგი. ვიცით რომ არ იყო. 1 2 3 1 2 3 ეს მედია არის. ჯაფარიძეს ერგო, რაც არის მედია ჯაფარიძეს ერგო 6 წალი, ანუ 12,000 ლარი. აქ მე დამრჩა 5 და 5, 10 წალი, ანუ 20,000 ლარია ჩემი. მიმაქ მე სახში, მადლობა. რატო მიგაგა? მე მეგონა შეიძლება დატოვა. მაგიტო არ შევირიქით, დატოვო, ტელეფონი თამაშობს. ხო მე გადავწყვეტ. იმიც რა მეკონა რომ კარგად მე მომისმინე. რჩება შემდეგზე. არ. კარგი, ნუ ვსიო, კაი. გავკარგეთ. და დანარჩენი თამაშია. დარჩა გურანდა გაბუნიას, რომელმაც გაახმოვანა ბატი ტასიკო. თქვი ახლა. 20,000 მაქვს. რატო წაგვარში? როგორც იქნა. სწორი პასუხი გვაინტერესებს, ვინ გაახმოვანა ბატი ტასიკო? გურანდა. გურანდამ გაახმოვანა ბატი ტასიკო. ზაცემიწლია. მერთო ჩემო. ბატი კომში ბატი, კაი, თქვი. ჩამიტან. ეხლა ნახე. ჯერ მოიცა ფული ჩაიყაროს, დაბლა ბიჭებს სამუშაო ხონა მიცეთ. ჩამცის ბიჭები ელოდებიან თანხას. ელენე ტიპშიძე მართალია, არ ახმოვანებდა. ვიცით. აქედან კიდე 2 არ ახმოვანებდა. 1 ახმოვანებდა მხოლოდ. ეგეც ვიცით. ეხლა ნახე. ამ თანხას ბიჭებს ჩაუგზავნე მე, აი აქედან, ხო? ეს ყველა ვარიანტი ჩავარდება გეტყვით მე, კი რა. ეხლა ნახე, 1 2 3 მეცად გეტყვი მედია ჩახავადანაც ჩაიყარა 20,000. სულ 40,000 ჩავყარეთ ეხლა ქვემოთ. 60 დარჩა. თამაშში აი, ხართ. ვანერვიულებ. თამაშში ხართ. კარგად ჩაიყაროს მეცადი. შეხედა. აი, მირასა ზღრი. კარგად ჩაიყაროს რა უბრალოდ. არა. ხელი ვერ ეს შეეშალოს. მე დაიშალოს. ჩვენ გრჩება. თქვენ გრჩებათ? არ შეიძლება ეს. გეყო. მე რატო გვაწვალებს? ფიშველეთ. ბაი. ეს გახსოვდა. ხმით. და გაბუნიამ გაახმოვანა ბატი ტასიკო. მედია ჯაფარიძე, მაგრამ გინდა 12 გვაქვს. დააბრუნე თანხა მაგიდან. მე დაგაბნიეთ კიდე? აი, თამაში არ მოხდა მე. აი ხო რა. კაი, რა მოხდა. კარგი, გავაგზავნოთ. იმედია ყურადღებით იქცევით, იქნებით 12,000 და მეორე ეტაპის 2 კატეგორია ვნახოთ. პარიზი და სპორტი. ნეტა რომელს აირჩევთ გოგონებო? სპორტი? არა, პარიზი არ ჯობია. სპორტი არ ვიცით, პარიზი უფრო ვიცით, ხო? სპორტიც ვიცით, მაგრამ პარიზი. კი ვიყავით, მაგრამ არ. თბილისი უფრო კარგად ვიცი. პარიზი. პარიზი და 4 სავარაუდო პასუხი მონიტორებზე ყურადღება გადმოვიტანეთ აქეთ. წითელი წისქვილი, შავი კატა, ვნების კოშკი, სიყვარულის კიბე. ხო, მულენ რუჟი. როგორ? გასაგებია. ნახოთ აბა ერთი რა ხდება. რას ნიშნავს მულენ რუჟი?
წითელის. გააკეთეთ თქვენი არჩევანი, დრო წავიდა. წაიღე. თლიანად. შეგიძლიათ დრო შეაჩეროთ. თუ იცი რომ შეჩერდეს დრო, მე შევაჩერე. შეჩერდა. ზუსტად ვიცი რომ ეგ არის. შეჩერდი წამო. აი მე ხა თუ არ არის. არა, ნების კოშკი არა, არც შავი კატა არ არის, არც სიყვარულის კიბეც. 1 2 3 4 5 6 12000 ლარი წითელ წისქვლის ერგო. ისე მულენ რუჟი ნიშნავს შავ კატას. არა, წითელი წისქვილი. როგორ არა? შავი კატა, მულენ რუჟ. რუჟ არის წითელი. ეგ იმას არ ნიშნავს, რადგან წითელი წისქვილი დგას, წითელ წისქვილს ნიშნავს მულენ რუჟი. რუჟ ხო არის წითელი? რუჟ? არა. რუჟ თუ რუჟ? რუჟ. რუჟ არის. კაი ნუ გვამბე. რუჟ ბოქსები მაგათა ხოლმე? ნახე. 20,000 როგორ წაგვართვა. თუთა. ამოვისულ ხამ დააბრუნეთ თანხა ადგილზე. ყურადღება, დარჩა 6 კითხვა და 12000 ლარი. მესამე ეტაპი, ორი კატეგორია ეკრანზე. შინაური ცხოველები თუ გეოგრაფია? შინაური ცხოველები. იცი შინაური ცხოველები? რა თქმა უნდა. ჩამომითვალე, აბა. ძაღლი, კატა და ასე შემდეგ. ძაღლი, კატა და ასე შემდეგ. ძროხა. ქათამი, კატა. ძროხა, არა, ხარი, ფრინველია ქათამი. ცხვარი. შინაური ცხოველებს ვირჩევთ? გეოგრაფია არ გვინდა? არა, იყოს შინაური. მაინც შინაური ცხოველები. 4 სავარაუდო პასუხი მონიტორზე. შიტცუ. ჩიხუახუა. პეკინესი. ჰასასაფსო. ხო, ეს ორი ძაღლია. შიცუ, ხასას. კითხვა ნახოთ. მერე? და ესე კითხვა. ძაღლის რომელიც ჯიშს აფასებდნენ ყველაზე მეტად ჩინეთის საიმპერატორო კარზე. ზუსტად ვიცი. არა, ესეთ შენ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებით ახლა. ვიცი, წამიკითხავს. წაგიკითხავს. და ეს მოიპარეს, მე წამოიღეს, რომ არ ანუ შეინახეს, ანუ უნდათ რომ 44 წამი. იმპერატორს უნდა რომ მოეკლა და აღარ გაგრძელებული იყო ჯიში და მე ევროპელებმა მოიპარეს. პეკინესი. ესეთი. გადაწყვეტა შეობი ესე პირდაპირ. ხო, რა მოდელი ესე თუ თამაში ესე ვითამაშოთ. შენ სპექტაკლი და ჩვენება და იცი როგორ მე ნერვიულა. 20 წამია. არ პეკინესი. გადაწყვეტილება? არა. დარწმუნებულები. 12,000-ით მივდივარ ბოლომდე. პეკინესი, ვიცი ზუსტად. რო ამოიწურა. რაო იმპერატორმა რაო და მოიპარესო? უნდა რომ მოეკლათ, რომ არ გაგრძელებულიყო ეს ჯიში და მე მოიპარეს და ჩამოიტანეს ევროპაში და მე უკვე ისე. რომელ წელს ხო არის? აი, ეგ მაგდენი არ ვიცი, არ მახსოვს. პეკინესი მაგრამ ჯიში? კი. საიმპერატორო? არა, პეკინესი, ზუსტად ვიცი. შიხუახუა არა? არა. პეკინესია? ეს საკუთარი მზარეულები რო ეგრე ყავდა? ისიც მყავდა, ჩვენ რო ყავდა კიტაის კარგო. საკუთარი მზარეულები რო ყავდა, ეგ ის ჯიში, ხო? ეს ის არის. პეტრე ცხელი რო გვაბნევს ახლა, გვაბნევს. ვიცი რომ გვაბნევს. მინიმუმ 27 საუკუნის უნდა იყოს ეს ჯიში, მე როგორც ვიცი. პეკინესია. ხა. ნახოთ საბოლოო პასუხი. პეკინესი მახსოვს რომ გადაარჩინეს. გადაარჩინეს კი არა, მოიპარეს. მოიპარეს, ხო. ჯიში გადაარჩინეს. ინგლისელებმა, კი ბატონო. ხო, უნდათ რომ მოეკლათ. ბოლომდე მოესპოთ ეს ჯიში. ესე იგი ძალიან აფასებდნენ. არ უნდა მოესპოთ. როგორ არ? არ უნდა მოესპოთ, უბრალოდ დაცული იყო. ისე რომ პეკინესი იყო. კაი, გეყო ახლა. ისე რა აზრია? ან მე რატომაც თავიდან შეხუახუა მეგონა. ვერ უყურებ. აჰა. აუ, რაში გოროტე. გახსენეთ, ნუ. როზ მე ჩავარდები აქ. ნელა.
პეკინესის ზუსტად ვიცი. ზუსტად იცი? როგორც მულინ რუჟი ვიცოდი. ჩვენც ვიცით ზუსტად, იმიტომ ჩვენ შევხვდავაზე ეს შეკითხვა და ეხლა გეტყვით სწორ პასუხს. კაი. ეს ოჩა. ოჩა. ნერვიულო. აქ მოიგო და გუნანდა როგორ შემეწავა. ხა დაიწყო. არა, ეს თვითონ ეს 20.000-ის გადანაწილება. ხდები ხო რაღაცნაირად ეხლა ხდები. შეიძლება რომ მეტი ფული გქონოდა. 12.000 გაქვს და წინ 5 შეკითხვაა. ნახოთ კატეგორიები, ხო? ხო გაინტერესებს რა კატეგორია გაგოვა? პრეზიდენტი თუ ფული? ფული. ფული. ხო, მაგრამ ეს განაწილება თან და არა, ვიცის, ალბათ ის იქნება რომელი ქვეყნის ფულია. ხო, თუ. იყოს ფული. რომელი ქვეყნის პრეზიდენტი და იყო რა განსხვავებაა? არა, იგრი არ ვიცი, არა, ჩემი არ ვიცი. ეხლა აღარ ვიცი არაფერი. ვიცი თქვენ ძალიან პოლიტიკურები პოლიტიკურები ვარ. დავქნათ. ფული. ფული. ფულს თამაშობ, იყოს ფული. ხო, პოლიტიკა ნამდვილად არ ვიცი. პრეზიდენტი ალბათ ის იქნება. ავსტრია, გერმანია, ჰოლანდია, დიდი ბრიტანეთი. აქ იყო ადრე მარკები. ეხლა ყველგან ევრო აქვს. ყველგან ვიყავი, ყველგან ევრო. მოიცა აცადე ერთ წუთს შეკითხვა. ხო და ვნახოთ ახლა რა კითხვა. რომელი ქვეყნის ზარაფხანაში არ დამზადებულა 50 თეთრიანი მონეტა? თეთრიანი? 50 თეთრიანი წერია დრომიდის. თეთრიანი რას ნიშნავს? არ დამზადებულა. დიდ ბრიტანეთში. მონეტა. უფრო მეტი დავდოთ. ავსტრია არა. და კიდე ჰოლანდია, ავსტრია. არა. გერმანია. ისე გერმანიაშიც არ იქნებოდა, ჰოლანდია, გულდენი, ბრიტანეთში. ამათ ისეთი ფული აქვს ლამაზი, რომ 50 თეთრზე არ დავიდოთ. ისი რატო ანა? 30 წამია. დაიცა, ვიცი მე დიდენ რა. წინ. ზუსტად იცი, თუ ზუსტად იცი რა? არა, უფრო მგონია ბრიტანეთი. აი, ზუსტად რო არ ვიცი, იმიტომ არ ვდებ მთლიანად. იცი რა არის, ამათ აქვს რაღაცა ოქროს ფული და ფუნტი არის 1 წალი, 50-იანი არ მინახავს. 10, 9, 8, ერთიანი აქვს მარტო. 5, 4, 3, 2, 1, 0. შეიძლება გამოიწვა. გამოიწვა მაგიდას მოშორ. ესენი არიან ცოტა ისეთი ტიპები. ცოტა როგორები? არ ვიცი, მაგრამ მგონია დიდი ბრიტანეთი. როგორ? აი, ცოტა ესეთები. კარგი. ჩაბჟირდი. კარგი. რა მინდა ეხა გითხრათ? სწორი პასუხი გავარკვიოთ. ხო, კიდე 5 საათი. ეგარი. სინი უფრო საერთოდ ეხა ჩავარდეს ფული, ჩავარდეს. კარგი. შეხედე როგორ ჩავარდეს ფული? და არ მახსოვს იქ 50-იანი. 50 თეთრიანი მონეტა დამზადებული. რომელი ქვეყნის ზარაფხანაში არ დამზადებულა 50 თეთრიანი მონეტა? უსმენთ შეკითხვას. შენ გეგონა რომ დამზადებულა თუ არ დამზადებულა? არ დამზადებულა რა. გერმანიაში? როგორ? წავიდა ჩვენი მანქანის ფულები. მანქანა. ამას მანქანა უნდოდა. თქვენ გინდოდათ მანქანა, მე არა. ხო, ყველაფერთან ერთად. ყველაფერთან. გერმანული მეორე და გინდოდათ თუ ჰოლანდიური რამე, ჰა? ევროპიდან გერმანული უფრო. ევროპაა რა ეს. თქმა უნდა, ევროპიდან ეს ჯობია, რა ამერიკიდან არა. ევროპა იყო ესა. კაი, ეხლა რა შვებით, როგორ ვანაწილებთ ამერიკას? რას ანაწილებ? წავაგეთ უკვე. ჯერ არ გახსნილა ჰოლანდია იქნება იყოს სწორი პასუხი. მოიცადე ბარემ სად არ დამზადებულა? გულდენი, ეხლა ვის არ ეცალა ჩვენი 50 თეთრიანების საბეჭდად, კაი? ჩვენი? ფარი ეგა. ვის არ? ვის არ ეცალა და არც გამოუთქვა სურვილი რომ კაი ჯანდაბას დაგიბეჭდათ 50 თეთრიანსო. შეკითხვას არ ვაქცევთ, უმეტეს ვჩქარობთ. შენს მელოდიაც მოგვიყვება, ხო ესეა? ხო, აი ეს რა არის? ნახოთ სწორი პასუხი.
ჰოლანდია იქნება. ეხა უკვე მივხვდი რა კითხვა. მიხვდი კითხვას. ეხა კითხვა. ბრავო! ხო, მაგრამ ამას რა უყოთ ეხლა? ეს ესე ავიღოთ. განუცნაური ამბავია პატრიცემულო ტელემაყურებლებო, ჩვენ ამ არაჩვეულებრივ შოუს ფულთან თამაშს წარმოგიდგენთ ევროპაბეთი. ჩემი პორშე საფალი მოგწონს, პორშის. ვინ გაჩვენა? როგორ უნდა ვთქვა პორშე, თქვენი ცდით რაღაც შეცკათ როგორ უნდა ვთქვა. პორშე. საფილომ მომცა ეს ათვალე სხვა. კარგია. ხო გაი, მეც მაჩუქეს ადრე. შუშა, აი თან როგორ ვინახე. იგრიხება. მე ხო ვერ ამხედავ სინამდვილეში. ნახე რომ მდგომარეობა გვაქვს ძალიან კარგი მდგომარეობა. ოღონდ ერთი შეგიმსუბუქეთ ეხა. მეხუთე კითხვა. ეს რო ავიღოთ რა. მეხუთეზე რა ხდება ნახე, გიხსნით. მომისმინე. სამი რჩება. ეხა აი ამ სამით ვთამაშობ და სამი სავარაუდო პასუხი გამოვა. ოღონდ ეს თანხა უნდა დადოთ რომელიმეზე. ერთზე. ხო, ეხა აქ რო ბევრი გქონდეთ, გეტყოდით რომ ორზე შეიძლება დადოთ, მაგრამ აი ეხა რომელზეც გინდა იმას დადეთ, სწორი პასუხი რომელიც გეგონებათ. მეხუთე ეტაპი და ორი კატეგორია ეკრანზე ყურადღება. იდუმალი აღმოსავლეთი თუ ომი და მშვიდობა. ომზე იქნება და ეს იდუმალი აღმოსავლეთი. იდუმალი? ვიცი. ეს რა არის ხა რა ის აქ? ომი? რას გვიჩვენ? არა, იდუმალი აღმოსავლეთი მე მიზიდავს. ხო, ძალიან მაინტერესებს რა არის. იდუმალი აღმოსავლეთი რა არის? არ ვერ ხვდები რა აი კითხვა. აი ჩვენს მერე რაც არის სულ ეგ არის. ხო, მაგრამ რა კითხვა იქნება? და ჩვენს აქეთ რაც არის წეღან იყო ეგ შეკითხვა. ლენუკა, მიდი. ლენუკა ჩაერთო თამაში მეხუთე ეტაპზე. კარგი, მოიცა. რატო არ თამაშობ? კარგად თამაშობ. არ ვრისკავ ჩემზე, მე ეს დაიწყებს კივილს, არ მინდა. კარგი, არჩიე. კარგი, იდუმალი აღმოსავლეთი. რომელი? იდუმალი აღმოსავლეთი იყოს, ჰა. სამი სავარაუდო პასუხი 1 2 3 მონიტორზე. სიამოვნების დედოფალი, სიმშვიდის წყარო, ხელოვნების ადამიანი. ვინ იყო? ვინ იყო? ვინ იყო? ვინ იყო? გამოიცა. მითხარი აბა რა გინდა ეს კითხვა? გამოუსი კითხვა. რას ნიშნავს სიტყვა გეიშა? ხელოვნების ადამიანი თუ ერთი წუთი დაიცა. რომ მიდის? ხელოვნების ადამიანი თუ სიამოვნების. დედოფალი. ესე. ან სიმშვიდის წყარო იქნება, ან სიამოვნების დედოფალი. ხელოვნების სიმშვიდის წყარო. ეხა რის კავშირი? ხო, იმიტომ რომ ისინი კი მარტო 37 წავიგე, ხო, ანუ ამ შვიდებს არის. ხელოვნების და ადამიანი. სიამოვნების დედოფალი, ხელოვნების ადამიანი. გეიშები კაცებიც ანუ ეს კაბუკით დაიცა. სიამოვნების დედოფალი, სიმშვიდის წყარო, 18 წამი. დედოფალი. სიამოვნების არ ვიცი, სიამოვნების და იყოს დედოფალი, მაგრამ არა. სიმშვიდის ხელოვნების ადამიანი. არა, იცი რა, ლექსებიც იცოდა, ყველაფერი იცოდა. რა თქვი? ანუ ეს გეიშა, იცი როგორ იცი? უფრო ამოიწურა. სიმშვიდის წყარო იყო. დრო ამოიწურა მე. დავაბრუნოთ ეს თანხა, ხო? კაი, გეიშა იყო. გეიშები რომელიც იყო რაიცოდნენ კიდევ? ლექსებს კითხულობდნენ, მღეროდნენ, ართობდნენ, მასაჟს უკეთდნენ, ყველაფერი შედიოდა. დავცილდა ყოფილიყო თეთრი სახე, ნუ ეს თავიანთი. წითელი პომადა. რატო? სისუფთავის ომში. ხო, ნუ ერთი გეიშა უნდა ერთ ოჯახში უნდა ყოფილიყო. არა, ისე სამივე უხდება გეიშა. ტრივად ნომარის. რა გინდა აღმოსავლეთში რა? სიამოვნების დედოფალიც არ არის ურიგო. კი, მაგასაც ეგეც იყო ერთ-ერთი. მელოდებით სწორ პასუხს. ერთ-ერთი. ბატონოს თავიდან ეს მეგონა. მელოდებით სწორ პასუხს. სიამოვნების დედოფალი. ფაინე. არა, სიამოვნების დედოფალი ეს. ესე იგი მე ეს არის, იმიტომ რომ აი არის? ღეროდა, ცეკვავდა. მშვიდე რომ დავწყნარდი, მივედი და დავწყნარდი და მიდი შენი ხო, მუშაობა. მაგრამ იმან იმღეროს და სიმშვიდე ხო არ არის?
შენ მუშაობები დაწნარდები არა? არა, საერთოდ გეიშობა, ხელოვნება. იცი რამდენი წელი სწავლობენ გეიშები? ეს ბავშვობიდან არის, მაგათიღას ის ზრდიან ბავშვობიდან გეიშად. მართლა? კიმანოების მიხედვით, ფერების მიხედვით, ძალიან ბევრი გეიშას დღიური. გინახია ფილმი? მინახავს. საინტერესო. საწყალი გოგო რა დღეშია. ნამდვილი ხელოვანია რა. აი გეიშას დიურებს უკვე ვაი ჭეშმარიტი ხელოვანია. კაი, გეყომ. დავგიშდი. არა, სიმშვიდის გასახიერება არის. რა თქმა კი, ერთ-ერთი საუცილებელი იყო. ხელოვნების ადამიანია თუ სიმშვიდის წყაროა ეს გეიშა, ვერ გავიგეთ და ამიტომ მოდი ახლა ცოტა ხანი თქვით დაგასვენებთ კომერციული ჭაი. ის კომერციული ჭრა იყო იმეზე და ეხლა დავბრუნდით რა ჩვენ ვინც ეხლა შემოგვიერთა რა ხდება ეხლა რომ კრისტი და რენუკა არიან ჩვენთან სტუმრად ყიფშიძეები გვეწვინენ და ჩვენ გადაცემას ევროპა ბეთი წარმოგიდგენ და მეხუთე ეტაპზე ვართ მართალია სულ რაღაც 2000 დაგვრჩა მაგრამ ასეთები ბევრი გვინახავს ჩვენთან კითხვა იყო ასეთი გეიშა რას ნიშნავს ხო სიმშვიდის წყარო თუ ხელოვნების ადამიანი 2000 ლარი იყო ხელოვნების ადამიანზე ბოლო რაღაც წამი რო იყო დარჩენილი გადაწყვეტილება მიიღე მაგრამ დრო რო ამოიწურა შენ გადმოაგდე ეს თანხა რომელიც დავაბრუნე იმიტომ რომ ვერ მოასწარე რა ქნა დავიწყო ნახე აი არის კამერა რომელიც დროსაც უყურებს ხო და შენ ქმედებასაც და ვერ ეს გადაახვევ გაიგე ნელა აი თქვი ნახავ რომ ვერ მოასწარე ამიტომ დავაბრუნე ემოციები არა სწორი პასუხია ხო ესე აი რო დადიოდნენ იხსნება ცუდი ხმა რაღაც ხო კი იპრიადმე თუმცა ეს თუფურიც ვარდება იქ ქვემოთ ბუფ ეცემა და მე მუშაობ ვის უვარდება თავში აი ფიქრები არიან და ნუ ხო ბრავო ხო მე ხო მივიღე მონაწილეობა ოჩა დაბრუნეთ აი ხა ფული მინდა დარჩა სამი კითხვა უი ხუთი უკვე გაიარე და 2000 ლარი გაქვთ ნახოთ რა კატეგორიებს შემოგთავაზებენ ეხლა აბა ყურადღება ეკრანზე ორი კატეგორია know how ფობია ფობია ფობიების გიჟები ვართ ჩვენ წავიდა ფობია სამი სავარაუდო პასუხი პეპლების კატების თუ თაგვების მიკი მაუსის ეშენია მოდი აბა ვნახოთ კითხვა რისი შიშია აილუროფობია პირდაპირ გეუნები არ ვიცი აილურო აბა აი ხარი როგორი რამე აზერზე არა ხარი არც მე არ ვიცი პირდაპირ და გარეთ აი სადააგდეთ მოდი დავაკავშიროთ რამეს ერთი წუთი აილუროფობია ჩაილუროფობია რო იყოს გეტყოდი ეხლა რა ჩაილური არის რაღაც კახეთი იქ თაგვები აილურო არის პეპლების კატების ვინიცი მე ვიცი სხვა ფობია კლაუსტროფობია ერთი წუთი გადის დრო კარგი 27 წამი დაგჭათ თაგვების არ იქნება აუ პეპლებისკენ ხო მე მიმიწევს ხელი პეპლებისკენ დავდოთ მაინც არ ვიცი პეპლებისკენ მიგიწევს და 14 წამი დაგჭათ აუ თაგვები რატო თაგვები 11 აი სულ ეს რჩება მედეაც აქ იყო გეიშაც აქ იყო 7 6 5 მარტო აგიგია თაგვები ფობია კატებზე 2 1 დრო ამოიწურა აუ არ გაგვაგდო რატო გადაწყვეტ მე მყავს მეგობარი სხვათა შორის რომელიც პეპლებზე ბოდავს მე სიმინძე მჭირს ეგ სხვა რამეა ეგ ალერგია პეპლების ფობია ჭირს მაგრამ არასოდეს გამიგია რომ ეთქვა იცი რამე აილუროფობია მჭირს
არც კატებზეაც გამიგია, არც თაგვებზე. მე გამიგია მაგალითად. საერთოდ სხვა კატებზე გამიგია აბა, კატებზე მაგალითად. რა? აილუროფობია მჭირსო და კატებზე ჭირს საშინელება, ხერას კატასტროფა. გვიშვებაში. ეს გოგიჟებს ახლა. კაი, გეყო. გასშვები? გვაგიჟებ. გაგიჟებ თორე ისე ხო ძალიან დაალაგებული ჭიანები მყევხართ და. არა, უფრო პეპლებისკენ ვარ. აი აილურო აი ხო უფრო. გეუბნები, არა. პეპლების კენო. შეხავარ მე. კარგი, მოდი, შენ. აი, ეს პეპლები. მოდი. აი ხო გეუბნები. და როგორ დგას? პეპლებისკენ მიდიხარ შენ. რაზმიში პულსი აღარ მაქვს. ნახე. აი ეს ბუც არის აქ. აი? ნახოთ, სწორი პასუხი. და დაეცე თუ რა უნდა? სამი ვიხსნება. რა კარგი დღეა დღეს. კიდე მოვა. იცი როგორ გავა. ეხა უკვე ვიცი. თავიდან რომ ვითამაშოთ არ შეიძლება. არა, მე. აი თავების გამორიცხეთ. ანუ დედას არ ჭირს ეგ. არ იქნება კატა ზუსტად. აილუროფობია არ ჭირს. ვაიმე. კატა იყო. არა, რა ვქნა თქვი კატა მეთქიდე რა კატა ვქნა. ხარ ჩვეულებრივი. კიდე გაგიკეთე. აჰა. აუ წავაგეთ. კარგი, ამო. ის 20 არა? ვერ ისოც დაგვიბრუნე. ჩემია თავი დაანებე ჩემ ფულს. როგორ დავათამაშოთ არ შეიძლება. დიდი მადლობა მინდა გადავხადო მადლობთ. კრისტის და ლენუკას, იმიტომ რომ 20.000 ვიშოვე. მე კითხა კარგი თამაში გვაჩვენეს თან და ამიტომ ხელსარიანს არ გაგიშვებთ. ჯეოკონექტები ერთსაც და მეორესაც. სულ Facebook-ში ვიყავ. დიდი მადლობა. სულ რო იყოს, კი ბატონო. ყველაზე მობილური ინტერნეტი, ყველაზე სწრაფი სხვათა შორის. შევამოწმოთ. დიდი მადლობა. მადლობთ. მიხარია რომ იყავით კაკოცეთ. არა, მაგით არა მიდიხარ. აბა? აი ესე ხიც უნდა გავყვეთ და ესე თუ გავიდეთ და იქიდან ჩავიდეთ. წავედი უკვე, წავიდე? გთხოვთ, გავაცილოთ, ასე. რა მაგარი დრო გავატარე. ეხლა კი გავაგრძელებთ, იმიტომ რომ თახა აი კახამ უკვე გამზადა, დიდი მადლობა კახა. ჩვენთან ორი ადამიანი მოვიდა, წყვილები, მეგობრები, ნათესავები, ბიძაშვილი, მამიდაშვილები, რაც კიდე ის დავარქოთ, დარჩენილი თვითონ გავარკვიოთ. ჩვენთან სტუმრად არიან თორნიკე ხეთაგურაშვილი და ბექა ალეკვეიშვილი. შევხვდეთ. ხელი ჩამოვართვით, ეს იმას ნიშნავს, რომ 100.000 უკვე თქვენია. ალოა. შეხარ ბექა, შეხარ თორნიკე. რამე მეცახელები ხო არა გაქვთ? კამო. კამო და ბექა. ბექა? კი. არა გაქვთ რა ისეთ კნინობით. ვისთვის როგორა, პანჩიტა. პანჩიტა. კაი, პანჩიტა და კამო. რატო კამო? ნუ ბავშვობაში ცოტა კაპუჭებული ბავშვი ვიყავი და შემართ. კაი, დიდი კაპუჭებული ვინმე იყო ის კამო, ხო? ეგ რას ნიშნავს? კაპუჭე, მეც ეგრე მეუბნებოდი, დიდი კაპუჭებული ბავშვიაო ესა, კახეთში იძახოდნენ ხოლმე ეს ჩემზე. რა შებოდი ამისთანაც? ნუ მკითხა. კარგი, ყველაფერს. რა პროფესიების ხართ? სტუდენტები რა. სტუდენტები? კი. რა საწავლობთ? KPI საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. რაზე? სატრანსპორტო მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, გზები, ხიდები და აეროდრომების ინჟინერი. ლოგისტიკური სისტემის სატრანსპორტო გადაზიდვები და მენეჯმენტი. ანუ დაიმახსოვრეთ? გავიგე ხა ეს ყველაფერი. იმედი მაქვს რაღაცა პროფესიიდან გამომდინარე და ფეხბურთელი ხარ? კი. ყველაფერთან ერთად. ხო. ბურთს კარგად იჩერებ კისერზე? კი, პორტოხალში. ცდილობს. აი, მოკლედ წესები გვაქვს მარტივი კითხვა გამოვიდა. პასუხი და გაცეთ. ოღონდ პასუხს სცემთ ფულით. ფულს არ აწილებთ აი ამ წითელ ბოქსებზე, ოღონდ ერთ-ერთ საოცრებად სარიანს ტოვებთ.
და 3-ზე ანაწილებ თუ სწორი პასუხი არ იცით. თუ იცით სწორი პასუხი, მთელი ფული მიდის სწორ პასუხზე, ხო? ოღონდ ფული აქ არ რჩება. თორე აი როგორც ახლა კრისტინ დავიტოვა 20,000, თქვენგანაც დავიტოვებ, პრობლემა არ არის. აქვე მინდა გითხრათ, რომ ჩვენ თამაშს წარმოგიდგენთ ევროპაპეთი. 100,000 ესე ახლოს ერთად გინახავთ? იგრძენით სანამ დაკარგვა დაგიწყიათ. აზე მოიცი. სხვადასხვა ამ ფულს ესე მარტივად ხო არავინ დაგვიტოვებდა აქა და დაცვის პოლიცია იცავს, ბიჭები. ეს თემოთაც ორი კაცი იქნება, რომელიც აქედან ჩაყრილ ფულს მერე ჩემოდანში მოათავსებს. მე იმედი მაქვს, რომ ბევრი არ ჩაიყრება. თუ ჭკვი არ ჩვენც მაგის იმედი გვაქვს, მაგრამ დავიწყოთ? დავიწყოთ. ბექასდა და თორინკესთან ერთად თამაშობთ ფულთან. აბა ვნახოთ კატეგორიები. არ არის პირველი ეტაპი. კომედია და კამო. ჰა კამო? კამო. ეს მგონი ერთი არის, ხო? ერთი ვარიანტია. კამო, აბა ამის ზედმეტსახელია. არა, აქ რაღაცაა ბიჭო ახლა. კომედია. კომედია. მაინც. კამო არ აირჩიე? არა, კომედია. კომედია. რატომ? აქ რაღაც ინტრიგა იმალებ ახლა კამოში. რა ვიცი რა შევხდება იქ. კამო რა? კომედია. კომედია, არა, მაინც კომედია, იმიტომ რომ სულ ხალისობთ ყველაფერი არა. არა და ვიცოდით მეცახელი და ჰა, სპეციალურად. გაგაგებინებდით ვინ იყო კამო ბოლო-ბოლო? მე არ ვიცი. კომედია. ერთი ველოსიპედისტი ბიჭი იყო რა. და თბილისში ერთადერთი მანქანა დადიოდა და ისიც იმას დაეჯახა. კომედია. ნახოთ აბა 4 სავარაუდო პასუხი. ეს რადგან კამო არ აირჩიეთ გითხარით. წარმოდგენა იწყება. წარმოდგენა დამთავრებულია. წარმოდგენა გრძელდება. წარმოგიდგენთ კომედიას. კითხვა. ნახოთ შეკითხვა, ნახოთ. რას ნიშნავს finita la comedia? წარმოდგენა იწყება, წარმოდგენა დამთავრებულია, წარმოდგენა გაგრძელდება, თუ წარმოგიდგენთ კომედიას. დრო მიდის. ბიჭო, ფინ არის დამთავრება. წარმოდგენა იწყება, წარმოდგენა დამთავრება, წარმოდგენა დამთავრებულია ნაწილია. წარმოდგენა არა. წარმოდგენა გაგრძელდება, ფინიტა. ბიჭო, რაღაცა არის. 35 წამი გაქვთ, დარჩენილი, იხარეთ. დადი ამაზე სტატ. წარმოდგენა 28 წამი. 28 წამი წარმოდგენა. წარმოგიდგენთ ფინიტა. ფინ. აი, დადი ახსო. აი ესე, აი. არა. 6, 5, არაფერი არა, ზუსტად დარჩენილი რა. 1 და ამაცურა. არ არის გეუბნები, არ არის. არ არის. რა არ არის? ეს ვარი წარმოგიდგენთ კომედიას არ არის, იმიტომ რომ ფინ კომედია არის დამთავრება, მე როგორც ვიცი. ფინიტა და პანჩიტა არ ვიცი. ფინ არის დამთავრება, მე ვიცი. კარგი, მოდი ვნახოთ სად რამდენი დადეთ, ხო? 5. მოგეხმარებთ. 17 წალი წარმოდგენა იწყება, finita la comedia. კიდე 5, 10 და 14 წალი არის ეს. წარმოდგენა დამთავრებულია 14, ანუ 28,000 აქეთკენ. და დანარჩენი აქ არის, წარმოდგენა გაგრძელდება მერე, მომავალში. ეს ვარიანტი არ მინდა, მაგრამ 34, 28 და 38. კომედია ეწედა მეორე. არა, მაინც საინტერესო იქნება. იყო. სამწუხაროა ეს, ისეთი ფრაზაა, რომ აფში არ დავა. წარმოგიდგენთ კომედიას სერიალი რო არის, შეიძლება პასუხი გაინტერესებთ. ჩვენ ფულს კარგავთ ახლა. პირდაპირ გეტყვით ბიჭებო. სწორი პასუხი. დაველოდოთ. აუ, ეს არის რა. კიდე უნდა ვიწვალოთ. რომელია? არ შეხედა. წარმოგიდგენთ კომედიას? მე ეგრე მგონია, ეგ არის რა. არ დავფიქრი კარგად, თუ ეგ არის. ეხა რაზე მინდოდაო ჩაბარებაო? თეატრალურში მინდოდა ჩაბარება და ყოველთვის მაქვს მაგის 28. ხო გითხარ. 38 და 34,000 ერთდროულად ჰოპ
კაფრინდა. წარმოგიდგენთ კომედიას თუ წარმოდგენა დამთავრებულია? მაინც ჩემაზე ვჩები და წარმოდგენა დამთავრებულია ეგ არის. ჩემის აზრით. დაველოდოთ. დაველოდოთ. ბიჭებო მზად ხართ? ზაჰად ვართ. 14 წალი კიდე მოდის. მიდის? ნახე, გაავსეს ჩემოდანი უკვე. მიაქვთ ხო ჩვენი ფული? კი. სადმი? ბაბუ! სერიოზი დიდი ოკეი. დააბრუნეთ 28,000 ლარი. მოდი. შეკითხი, მაგრამ მე ისედაც ვიცოდი. ფეხი ხო გითხარი რომ ჯერ დამირჩი. არა, ესე გავაკეთე და რა მექნა მეტი. დამაბნია რა. მეორე ეტაპის ორი კატეგორია ეკრანზე. ფეხბურთი და ჯილდო. ერთი წუთი. აბა, ერთი წუთი. ფეხბურთი, ჩვენ ვიცით ფეხბურთის უფრო თანამედროვე. ძველი იმდენად არ ვიცი, ვაღიარებ. დინო ძოფი გაგიგია? კი, იტალიელი არის. ხო. კი, 42 წლის ჯერ კიდევ მაინც თამაშობდა. კი, რაიან გიძი 40 წლისაა და კიდე თამაშობს. ასე შემიძლია შევადარო დინო ზოფის და არანაკლებ ტიტულოვანია. ხო მეტყობა, ხო მანჩესტერის ფანი რო ვარ. რომელი გინდა? ჯილდო ვიყოთ. ავიღოთ ჯილდო. ისე. ნუ რაღაცა იტრიკ. აი, ფეხბურთი. ამოზე უარი მითხარით. ფეხბურთი. ფეხბურთზე უარი მითხარით. კარგი, იყოს ფეხბურთი. შევჩერდეთ ბოლო, იყოს ფეხბურთი. საბოლოო გადაწყვეტილება. ფეხბურთი. ფეხბურთი, კი ბატონო. 4 სავარაუდო პასუხი ვიცი ხოლმე. თორნიკე, მოდი აქ იყავ, ჩვენთან იყავ. დუშან უჰრინი, ივო შუშაკი, თემურ ქეთრაია, რაიან ცობელი. ეს ივო შუშაკი, თემურ ქეთრაია, აი კითხავ მაყურებელს რომ გაიგო. დუშან უჰრინი, თემურ ქესბაია, რაიან ცობელი. რაიან ცობელი. ვინ არის ცობელი? ივო შუშაკი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იყო, ერთი პერიოდი გონი დინამოს მწვრთნელიც იყო, რაღაცა პატარა პერიოდი. თემურ ქეთრაია, ნუ ერთ-ერთი საუკეთესოა. იცი ხო რომელია? კანოში. ეს ცობელი და ეს უჰრინი ვინ არიან? ფრინი გერმანელი იქნება. ნახოთ. აი, ნახოთ კითხვა. ვინ არის ამჟამად თბილისის დინამოს მთავარი მწვრთნელი? დუშან უჰრინი. გადაიდა. დარწმუნებულები ხართ, აღარაფერ შეცვლით ის. შეგვიძლია დრო გავაჩეროთ, მაშინ თუ არაფერ შეცვლით. შევაჩეროთ. ცოტა ტყუილა რო არ ვიცი. შევაჩეროთ. შეჩერდი წამო. 28,000 დევს დუშან უჰრინზე თავარი მწვრთნელი. და სწორი პასუხია ეგ არის. დარწმუნებულია. ქეთბაია ნაკრებია, ივო შუშაკი აღარ არის, რაიან ცობელი არ არის, უჰრინია რა. დამხმარე წყავს გოლის შვილი თუ რაღაც ჩამოყვანა. 28,000 თქვენია, დააბრუნეთ ადგილზე. კლუბის წევრი და ასე დინამოზე რო არ ვიცო თან ჩვენი ერთადერთია სახელოვანი კლუბი რომელიც რეიტინგში მანჩესტერ სიტისაც უსწრებს. რას ლაპარაკობ? დინამო უსწრებს მანჩესტერ თასებში, ევროპის თასებში. რეიტინგში? კი, არ აქვს, სიტის არ აქვს. სიტის არ აქვს დიდი ისტორია რა. ისტორია კი აქვს, მაგრამ თასი არ აქვს, ევროპული მოგებული. ერთსა ორი ეტაპი გავიარეთ 28,000 გვაქვს და ნახოთ მესამე არა? ნახოთ. ქართველი წერლების სახელები. ქართველი წერლები. აი რა არის, აი სახელები ძალიან ზოგადია და ქართველი წერლები კი მაინც სახელებია და რაღაცა ეხა მე რო ქართული ავირჩიო, ჩემი ქართულის მასწავლებელი იფიქრებს რა ჭკვიანი ყავდაო. მაგრამ სახელები რო აირჩიო კიდე ვინ იფიქრებს? სახელები. სახელები. 4 სავარაუდო პასუხი. ფლეტჩერი, ენსისი, ფიცჯერალდი, ფრანკლინი. კითხვა მაინტერესებს ძალიან თან. კითხვა ეკრანზე.
რა იყო აშშ-ის პრეზიდენტის ჯონ კენედის მეორე სახელი? ფლეჩერი, ფრენსისი, ფიჯერალდი თუ ფრანკლინი? დრო მიდის. დრო. ბიჭო, ფრანკლინი არის. 50 წამი აღარც კი. ჯონ კენედის მეორე სახელი, ფიჯერალდი ფრენსისი. ფრენსისი. 40 წამი. ამაზე ერთ მოიცა ამაზე რამდენია? ამაზე დადი მოიცა 30 წამი. ფიჯერალდი არ მგონია ფლეჩ ეს მგონია ჯონ კენედის მეორე სახელი დადე აქ აი აქ თანაბრ მან დადე აქ დადე ფრანკლინი 20 წამი. ცოტა ამას ფრენსისზე დადე მიდი. 7, 6, 5, რომელზე 4, 3, 2, 1 დრო ამოიწურა. აიყო ფლეჩერს 10000, ჯონ კენედის აიყო აშშ-ის პრეზიდენტი 3000 ფიჯერალდს, 3 არა, ბოდიში. 6000. ფრანკლის არც ერთი და 12000 გამოგვივიდა, ხო აქ? რა იყო აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ კენედის მეორე სახელი ფლეჩერი ფრენსისი ფიცჯერალდი ჯონ კენედის მეორე სახელი ჯონ ფრენსის კენედი დარწმუნებული ხარ? ჯდება ნახოთ ეს არ არის ეს ჩავარდეს ეგრე მაგრამ ნახე რამდენია 16000 ლარი გაქვს ის თუ ჩავარ აი დაველოდოთ ორების ორი გაქვს ჩემთან და მეტი რა გითხრა არ უყურო და გეხვეწე ეს გაჭიტა ბავშვებს და ვით პირველი ეს ჩავარდეს ახლა არა მაგას გაგვანებრივულებს ტუტა და ეგეთი ინტრიგანიც არა გეგონოს ფრანკლინი არ არის ფერო გეგონა ფიჯე ნო ეს მაინც 10000 უმეტ ყველა ვარიანტი თამაში ხარ მაგრამ რამდენი თეში ეგ არ ვიცით ჯერ ფრენსისი აი ფრენსისი აი ფრენსისი აი ფრენსისი რა ფრენსისი აი ფრენსისი რაის ფიჯერალდი აი ფრენსისი ვეზე რაის ფიჯერალდი აუ ფიჯერალიც არა ანუ 10000 გვაქვს ხო ფლეჩ ნახოთ დაველოდოთ 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 ანუ თამაშობთ და წინ კიდე ერთი ნაბიჯი დაველოდოთ ანუ ფლეჩერი ვითომ რავი არ ვიცი ის ფრენსისი რო არ იყო რავი არ ვიცი მაშინ ფიჯერალდი აქედან ავი იმიტომაც არ ეძახდნენ ამ ხელას ახლა აღზევი იმიტომაც არ ეძახდნენ ჯონ არ ჯობია უბრალოდ ჯონ კენედი მართალი 6000 დაგვრჩა სამწუხაროდ არა იმის მერე ხო კიდე აი იმის მერე ხო მაგრამ 94000 ვაგეთ კარგი მეოთხე ეტაპი ნახოთ ორი სავარაუდო კატეგორია პლანეტები და მსოფლიო ომი მსოფლიო ომი რატო მსოფლიო ომი სორი იყო მსოფლიო ომი გამოკითხა საერთოდ რამდენი მსოფლიო ომი კარგი მსოფლიო ომი და 4 სავარაუდო პასუხი მონიტორებზე 3 5 რა 7 9 კითხვას მეკითხე მითხარ რამდენი ქვეყანა მონაწილეობდა მსოფლიო ომში პირველ მსოფლიო ომში ალბათ იმიტომ რომ უნდა დაკონკრეტებული იყოს კარგი დაგვიკონკრეტებენ ეხავე კითხვაში ნახოთ აბა რა ხდება რამდენჯერ გადაიდო ზაფხულის ოლიმპიური თამაშები მსოფლიო ომების გამო რო კარტი რომ მიდის მსოფლიო ომების გამო პირველი მეორე მსოფლიო ომი დაგზერდა სადაც რამოდენიმე წელიწად ანუ ერთხელ გადაიდო პაходу ერთი მიდიოდა ერთხელ ოლიმპიადა 21 იასნია ცოტა იქნება მაგონი 3 არ იქნება 35 წამი დაგჭას 4 წელიწად ერთხელა სამჯერ 9 ჯერ არა რა დავთვალე წელიწადში ერთხელ 12 წელი ხო არ მიდიოდა ანუ 3 ან 5 7 არ იქნება 7 ჯერ როგორ გადაიდოს საით
არ ვიცი, რა როგორ გიქცე. გული სადაც მიგზნობს? ერთხელა გული 12. სადაც მიგზნობს? აჰა. 10 სოფლიო. ომების გამო. 6 დეკინე შეგიძლია რამე შეცვალოთ 4 3 2 1 და დრო ამოიწურა. 3-ია პაპა, იქ რატო და 3-ია პაპა. ჩემი ვარაუდით არის 3. და 2000 დეს? კი. არა და ეს დიდი ხანი იდექი 100 მაგ დავინახე ეს იყო. ომების გამო. ერთ საკეთ დავაგდებდი მაინც ყოველის შემთხვევისთვის. მეშვიდე? არა. ნახოთ სწორი პასუხი ბატონებო. აუ არ უყურს რა. 4 წელიწადში ხო არის. ჰა? ოლიმპიადა. 4 წელიწადში ერთხელა ხო? 3 წელი. ან 5-ის გეგმონია, ხა? იყოს ესენი არა. ციფრა ყველა ვარიანტი. ეს ორი არა. არა. როგორ ვიხარ მაშინ? ესეც არა. არც 5 არ არის, ხო ხედავ? ესეც არა მაშინ. არც 7 არ არის. არც 9 არის 3 2000-ს ვაგზელებთ ანუ. შემდეგ ეტაპზე ვართ, მომილოცეთ. დედა, მამა, იამაყეთ. 100,000 ვითამაში და 2000-იან დარჩენილი. იამაყეთ. 9 პასუხია 3. ნუ სულს ეგრე რო იყო. არ გაბედო, არ გაბედო. 3-ია. 1 3-ია. იქ არის 3-ზე უნდა რომელი ყავს 3-ზე უნდა დაგა. 3-ზე უნდა დამეგო. იცით რატო? მეორე მსოფლიო კიდე ერთხელ გავიმეორებ. იამაყეთ. 3-ზე უნდა. ერთხელ და ორჯერ ესე გადაიდო რა. 3-ზე მე როგორ მიდივართ იცი რადგან შენი გადაწყვეტილებით უფრო აქტიურად ახართ ეს 2000 გაიყოფა სხვანაირად 60-40-ზე უკვე შენსკენ 60 წამო 40 იქითკენ იმიტომ რომ მარტო თამაშობს კაცი და ამან წამოიყვანა და ამიტომ აი ისედაც ეკუთვნის ხო არგი 4 ეტაპი გავიარეთ მეხუთე რას ნიშნავს ახლა მეხუთე ეტაპზე რა ხდება ეს მონიტორი გავაუქმეთ და უკვე 3 სავარაუდო პასუხი შემოვა და ვნახოთ მეხუთე ეტაპის 2 კატეგორია სამშობლო და ცეკვა. ცეკვა. თუ არა. ფოლკლორში თუ გადავიდა, უხმის დეტავატი. ბიძა ჩემო. ქორეოგრაფია არ ჩემ მიწყინო. სამშობლო. და სამშობლო არ გიწყინა ეხლა და ბიძას არა უშავს ეხლა ცოტა თუ ეწყინა. სამშობლო. მოდი ვნახოთ 3 სავარაუდო პასუხი. რუსეთი, აშშ. უნგრეთი, აშშ. იკითხო. და რუსეთი. ისე უხდებიან ხო ერთმანეთს? თუ არ შეიძლება უხდებიან X-ი რუსეთი რაღაც კაია. ნახოთ შეკითხვა. გაასახელეთ ცნობილი ფილანთროპის ჯორჯ სოროსის სამშობლო. ჯონ სოროსი შეჭინა. რუსეთი არის. რუსეთი არა. აშშ არა. უნგრელი. ჯონ დააგდე ხო რავი. ჯორჯ სოროსი. არის უნგრელი. 43. შევწყვიტოთ დრო. რატო? იმიტომ რომ მაგას მახსოვს, თუ სწორად მახსოვს სოროსი არის უნგრელი. სამშობლო, ხო? აი სამშობლო არის უნგრელი. სამშობლო. ამერიკაში მოღვაწეობს ახლა. სადაც ჩობილა გაზრდილა დაუსროლია ის არის გვაინტერესებს რა მისი. არ ვწყვიტავთ? შევაჩერო? ხო, შევაჩერო. არაფერ შეცვლით? არა. შეჩერდი წამო. მონ 2003 ამჯერად ამერიკაში მოღვაწეობს ამერიკაში. პირველი რაც არის რომ ეს უნდა ჩავარდეს. და რუსი არ ყოფილა, არ არის. არა, რუსიაო არ გეუნები კაც. რა, სამშობლო რუსეთი არ არის. არა. სწორი პასუხი დაველოდოთ. ეს როგორც ჰიტლერი გაბრაზდა. რუსეთი არ არის. რუსეთი არ არის, აშში არ არის. არ მგონია. ამერიკაში ახლა მოღვაწეობს. არ მგონია, ამერიკაში ხომ მოღვაწეობს? რუსეთი არ არის. არა. რუსი არ არის. მინდი რა უნგრეთი რა დუტა. უნგრეთია, დუტარატო უნგრეთი მგონია, აშში არ არის. ესეთი ადვილი კითხო მეხუთე დუტარატო ეტაპზე არ იქნებოდა რა. არა, ამერიკაში მოღვაწეობს ახლა, ხო? ამერიკაში მოღვაწეობს. ამერიკაში მოღვაწეობს. ეხლა ამერიკაში. ნუ თლიანო ამერიკაშია ახლა რა. იქიდანაა ყველაფერი.
ხარი მიგრელია რა ბიჭო ვიცოდი რა ეს იდეა ორი 2000 რა თანხაა ესეთი რა 2 რო ხრჩებათ ყველას კაცო გადამრევთ და მე მიდიან ჯლიგინით ხოლმე კაცო ნახოთ მე-6 ეტაპი 2 სავარაუდო კატეგორია ევროპა და ხილი ხილი ხილმა შეერთ ევროპა რა ევროპა თორნიკე ეს იღებს გადაწყვეტილებას ევროპა 60-40-ია ხო ეხა არა ეხა აიწია პროცესი ევროპა ევროპა და 3 და 3 სავარაუდო პასუხი ვენა ბუდაპეშტი ვენა ბრიუსელი სანტრედია თელავი ევროპა მეცივში რა ევროპის კონტინენტის რომელ ქალაქში გაიხსნა პირველი მეტრო აუ ჩემი ერთი ევროპის კონტინენტი ბუდაპეშტი ვენა თუ ბრიუსელი ერთი ევროპის კონტინენტის რომელ ქალაქში გაიხსნა პირველი მეტრო სამტრედია ნამდვილად არ არის არც თელა რომელი ევროპის კონტინენტის რომელ ქალაქში გაიხსნა 40 წამი არის ევროპის ისა სადაც ყველაფერი იქ ხდება ხო ვენა ავსტრია ბუდაპეშტი ისა არის ისა შევწყვიტოთ დრო კიდევ და კიდევ პირველი ჩქაროსნული დაახლოებით ვიცი სადაცაა ეს რკინიგზა მაგრამ შევწყვიტოთ ბრიუსელი მგონი ეს არა ბუდაპეშტი არა არა 5 წამი და კონტინენტი ავსტრია რომელი 3 2 1 დრო ამოიწურა ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ანუ ეს წესით ესია რა ხო იცი აქ იყოფა ესე ბუდაპეშტი ხო იცი ბრიუსელი მგონი ამე დამაკავშირებელი ხო არ შეიძლება ყოფილიყო ხილების გარდა მართლა არ ვიცი ბუდაპეშტის ეს ინსტინქტს მივენდე უბრალოდ არ ვიცი ბრიუსელს ვფიქრობ ნახოთ სტორი რავი ქალაქია რაღაცა დაველოდო ვენა ვიღაცა ხო გითხარი ავსტრია ვენა გამოირიცხა ბუდაპეშტის არ მგონია რა ვენა აქაა მოძრაობა ყველაფერი ჩემი ბრიუსელი ევროპის ეს მექსია მოძრაობი და მე შვილეზე გადავდივარ ამის მერე გადავდივარ ჯერა ბრიუსელი ერთი აკითხე შეხედვა მინდოდა მაგრამ შევიხედები ბრიუსელია და კარგად ვიყურეთ მაინც იამაყები და ამაყობი მოხვედი ეს ჩემი მანა ეს ჩემიაო ბრიუსელი მგონია რა თოკას ვენდე ხა მომიჩ ბრიუსელი მგონია მოძრავი ისა აკვრეთ სანამ დრო გქონდათ მივედი კიდეც და ხელის გადაუსვი გიკარნახე ბარიღამ მომიდე მოვედი ამეკრა მეტი თამაში მომეწონა რა თავარია ხო მაგარი თამაშია აზარტულია მაგარი კი მაგრამ მეტი თუნდა მოსულიყავი აქამდე მეტი თუნდა მოსულიყავი მაგრამ დასაწყისში ფინიტაში finita la commedia ეხლა გეტყვი სანამ ფინიტა ლა კომედია მომხდარა ესე იგი ხო ეს არის ჯეოსელის ყველაზე მობილური ინტერნეტი ჯეოკონექტი ერთი შენ ხელსარიელი რო არ წახვიდეთ დიდი მადლობა რომ მოხვედით სასიამოვნო იყო თამაში მართლა მე მგონი აი ესე დავდგეთ ეხლა ორივე აქეთ-იქიდან დამიდექით და ესე ამაყად ახალგაზრდებში გავიფურჩქნები ეს ბებერი კაცი და გული ნორჩია კაცი დიდ მადლობას მოვახსენებ ჩვენ ტელემაყურებელს, რა თქმა უნდა, ორივეს, თორნიკესაც და ბექასაც, არაჩვეულებრივი თამაშისთვის, შეგვეძლო უფრო მეტი თახით მოსულიყავით აქამდე, მაგრამ თუ დასაკარგი იყო, ჯობდა ცოტა დაგვეკარგა ბოლოში. მაშასე, იმედზე, ყოველ ოთხშაბათს 22 საათზე გელოდებათ შოუ ფულთან თამაში დროებით.
პოპულარული მომღერლები ფულთან სათამაშოდ სამშობლოში ბრუნდებიან. ჩამოხვედით ბიჭო. ეგ არის. მათ ხელში დიდი ფულია. ერთად ნანახი გაქვს ამდენი ფული. თუმცა ამ ფულის შესანარჩუნებლად მხოლოდ ვოკალური მონაცემები საკმარისი არ არის. თუ მუსიკოსებად თვლით თავს, მაშინ ძმები ბლუზი გააგეოს. სწრაფი გადაწყვეტილება, სისხარტე და სწორი პასუხი გამარჯვების ერთადერთი შანსია. ლუჩიანო პავაროტის ქართველი ორეული მე ომჩიანო პავაროტი ვარ, ის ლუჩიანო პავაროტიო. და ჭკვიანთა და საზრიანთა კლუბის ერთ-ერთი დამაარსებელი მამუკა მესხი და გოგი კახიძე. დაგვირგვინდება თუ არა, დაძაბული პაექრობა ფულთან კიდევ ერთი ღირსეული გამარჯვებით. მაგრამ ტაში არ არის. სანაი ტაში. ნახეთ ოთხშაბათს, ფულთან თამაში იმედზე.